მშვიდობა თქვენ, პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ ეთერშია. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არა მარტო ბაგრატოვანთა დინასტიისთვის, არა მარტო ის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საუბრობთ საქართველოს ისტორიაზე, ჩვენს დინასტიაზე. აგრეთვე ჩვენ გვექნება ბევრი საუბარი აწმყოში დღევანდელ დღეს რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. მსოფლიოს სხვადასხვა მონარქისტულ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ ბაგრატოვანთა დინასტია და რა თქმა უნდა ჩვენი გადაცემა ბაგრატოვანი აუცილებლად მოგაწოდეთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა მომავალში. მე ვგულისხმობ ჩვენი დინასტია რას აპირებს მომავლისთვის, რა გეგმები აქვს, როგორ შეეცდება ის ქვეყანას დაეხმაროს ყველანაირად იმ კანონების ფარგლებში, რა კანონიც გვაძლევს ამის საშუალებას. ეს არის საღვთო კანონი, ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონმდებლობა და ეს არის საერთაშორისო კანონები. პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღევანდელი დღის ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბაგრატოვანთა სახლის ისტორიკოსი, საქართველოს სამეფო სახლის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი ბატონი იოსებ ბიჭიკაშვილი. მოგესალმებით ბატონო იოსებ. გამარჯობათ. აგრეთვე ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს სამეფო სახლის მრჩეველი მოსკოვში და მოსკოვის ოლქში ბატონი კირილე სერებრინიცკი. მე არ მინდა რომ უბრალოდ შეცდომა დაუშვა და ზუსტად მინდა გამოთქვა. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო კირილე. და მე მინდა რომ ჩემი მხრიდან პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ ბატონი კირილეს შესახებ. ბატონი კირილე გახლავთ ეთნოგრაფი, საველე ეთნოლოგი, კავკასოლოგი, თანამედროვე რელიგიათმცოდნე, მაგიური მითოლოგიის სპეციალისტი. მუშაობდა აგრეთვე გენეოლოგიის საკითხებზე და არის აზნაურული განშტოების წარმომადგენელი რუსეთში. ბატონი კირილე არის, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს სამეფო სახლის მრჩეველი. და ჩვენ კარგად ვიცით და კარგად მოგახსენება პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ამ საკითხში ძალიან დაგვეხმარება ჩვენ ბატონი კირილე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მეცნიერული კუთხით მუშაობთ, მართალია. მაგრამ რაც მოგეხსენებათ, უძლიერესი ფუნდამენტი არის კულტურა, მეცნიერება, შემოქმედებითი სფერო, საერთოდ ზოგადად ქვეყნებთან ურთიერთობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონი კირილე უბრალოდ იმყოფებოდა ჩამობრძანდა საქართველოში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარია დღეს და იგი თვითონ ისაუბრებს იმ საკითხებზე, რა საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ჯერ პირველ რიგში გადავალ ბატონ იოსებთან. ბატონო იოსებ, თქვენ რას გვეტყვით ბატონი კირილეს შესახებ და შემდეგ ბატონ კირილეს თხოვთ, რომ ისაუბროს და თქვენ დაგვეხმარებით, ესე რომ ვთქვათ, თარგმანის საკითხებშიც, იმის გარდა რომ ჩვენი გადაცემის მთავარი ექსპერტი ბრძანდებით, პარალელურ რეჟიმში დღეს მოგიწევთ ეს თარგმნის. საქმე იმაშია, პატივცემულო მსმენელებო, რომ ბატონი კირილე არის დიდი სპეციალისტი ჩრდილოეთ კავკასიის ისტორიის შესწავლაში. კერძოდ, ის ძალიან დაინტერესებული არის ჩრდილოეთ კავკასიის და საქართველოს კულტურულ და ისტორიულ კავშირების, ესე ვთქვათ, დამყარების ისტორიაში. ანუ ის წლების მანძილზე იკვლევდა ძალიან საინტერესო თემას.
ჩრდილოეთ კავკასიაში არის ესეთი დასახლებული პუნქტი კუბაჩი, რომელიც ცნობილია თავისი ხელოსნებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იარაღის სპეციალისტები იყვნენ, ძალიან კარგი იუველირები, ვერცხლზე მუშაობდნენ, ოქროზე მუშაობდნენ. თქვენ ბატონი კირილეს კუბაჩინსკის პროექტზე გაქვთ ხო საუბარი? დიახ. ხო და აი აქედან გამომდინარე ბატონო კირილე წლების მანძილზე იკვლევდა ზუსტად აი ამ საკითხებს, ანუ რა აკავშირებდა ამ დასახლებულ პუნქტს კუბაჩის საქართველოსთან და კერძოდ რა კავშირი ჰქონდა ამ კუბაჩის ქართულ ისტორიულ გვარებთან, კერძოდ მაყაშვილებთან და ჩოლოყაშვილებთან. ძალიან საინტერესო. ნუ არის ეგეთი ისტორიული გადმოცემა, რომელიც დაფიქსირებული არის იოანე ბატონიშვილთან. სადაც მოყვანილი არის ესეთი ცნობა, რომ მაყაშვილების და ჩოლოყაშვილების წინაპრები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან. აი ბატონი კირილე ცდილობს დაამტკიცოს ის მოსაზრება, რომ კერძოდ მაყაშვილების და ჩოლოყაშვილების წინაპარი იყო ზუსტად კუბაჩიდან. და აი მას გააჩნია გარკვეული მასალები ამ მიმართულებით. ნუ ახლა მე ბატონ კირილესთან გადავალ შეკითხვით, ჩემ შეკითხვას დავსვევ და თქვენი დახმარება აქ აუცილებელი არის. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო ведущий обращается к вам с приветствием. და მინდა რომ ბატონმა კირილემ თავის შესახებ, რა თქმა უნდა, უხერხული ადამიანისთვის თავის თავზე საუბარი, მაგრამ ამას ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ვფიქრობ, კარგი იქნება, როდესაც ბატონი კირილე თავის შესახებ მოკლედ მოგვიყვება მის საქმიანობაზე, მოღვაწეობაზე და აგრეთვე ჩვენს კავშირებზე, თქვათ, ჩვენ რა კავშირი გვაქვს, როგორ ფორმატში არის ეს კავშირი, რა კუთხით ხდება. ესე იგი ბატონი კირილე ჩვენი მრჩეველი, ანუ ბაგრატონთა სახლის ამ შემთხვევაში ბაგრატონთა სახლიც შედის, მაგრამ ბატონი кирилле გახლავთ საქართველოს სამეფო სახლის მრჩეველი. Господин ведущий нашей передачи, хотел бы вам задать такой вопрос, то есть над чем вы работаете, какие новшества, какие новые сведения вы вот за последнее время изучили, и вот все эти круг тех вопросов, которые вас очень интересуют, и они каким-то образом связаны с Грузией, с ее прошлым. Да თავიდან თუ შეიძლება ბოდიშს მოვიხდი, თავიდან აი პიროვნების შესახებ თვითონ ანუ რა დაისწავლა რაღაც. Очень интересно будет нашим зрителям, чтобы вы немножко рассказали о себе. Ваша профессия, как вы к ней пришли, работы, даже ваши экспедиционные работы по этнографии, этнологии и так далее, и так далее. То есть все, что вы сочтете нужным сказать, наши слушатели с удовольствием послушают вас. Я полевой этнолог, этнопсихолог, если угодно, больше я ничем в жизни не занимался. Можно сказать, я этнологом родился, когда у меня лет в 5 от роду купили книжку о народах Севера, бабушка мне ее читала вслух, я уже понял, что я буду этнологом. Պատիվցემულო მაყურებლებო, ბატონი კირილე ბრძანებს, რომ მე ჩემი პროფესიით ვარ საველე ეთნოგრაფი, საველე ეთნოლოგიო. აი მე ვიყავიო 5 წლის ასაკისა, როცა ბებია ჩემაო მაჩუკაო წიგნი ჩრდილოეთის ხალხის ყოფა და ცხოვრება. და აი ამ ეს წიგნი როგორც ჩანს იყო მისთვის ამსავალი წერტილი და მან ხო დაიწყო მოღვაწეობა აი ამ წიგნის შემდეგ უკვე ასაკში აი ამ პრობლემებით, ამ მიმართულებით. Я родом из Самары, в Москве жил последние 10 лет и работал в основном в экспедициях в Среднем Поволжье. В Северном Казахстане, в Среднем Поволжье, в основном в степях. То есть можно сказать, что в горах я вот буквально первые месяцы в жизни. ანუ ბატონი კირილე ბრძანებს, რომ ის დაიბადა ქალაქ სამარაში, აი 2006 წლიდან ის ცხოვრობს მოსკოვში და დღესდღეობით, ну ასევე მოღვაწეობდა ყაზახეთის სტეპებში
Да, более дрос, рамоденными целись мандзилзе, это 3 или 4 года вы занимаетесь этой проблематикой? С прошлого года, с 17-го. А ну, а и 17 год. Я имею в виду проект Кубачи, 17-го года. Понятно. А ориентация целидан, Батон Кирилли, Арис, Даковый были проекты, тромили Сахелцоды, Арис, Кубачис проекты. Ну, вот именно интерес к истории Грузии у меня очень-очень давно, много лет, наверное, где-то год с 99-го, я уже так или иначе пытаюсь наращивать свои познания в грузинской генеалогии, прежде всего. И Батон Кирилли, Дзанемшру, миссии დაინტერესება საქართველოსი იწყება 1999 წლით. აი იქიდან მოყოლებული ის, ესე ვთქვათ, ცდილობდა შეისწავლა, ну, გარკვეული წყაროები, გარკვეული მასალები საქართველოს შესახებ. Как историка меня прежде всего интересует наполеоновский период. Я последние годы много занимаюсь, как французы говорят, наполеонология, наполеонология. Вот. И, естественно, история Грузии меня привлекает прежде всего вот в этом периоде, то есть первое 20-летие 19 века. Батон Кирилли ბრძანებს რომ მე ასევე ძალიან დაინტერესებული ვარ საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. და აი მე ამ ბოლო წლებშიო აი ამ მიმართულებით მუშაობ. კერძოდ არის რომ აი ეგეთი ასე ვთქვათ განხრა ნაპოლეონწოდნეობა, რომელიც ნუ გარკვეულ ისტორიულ საკითხებს ეხება და აი მის მოღვაწეობას, მის მემკვიდრეობას შეისწავლის. То есть это, так сказать, наука Наполеона видения, она изучает круг вопросов, связанных с жизнью, деятельностью Наполеона, связанных с Грузией. Наполеоновский этос вообще, этос наполеоновской эпохи. Вот. Ну а в связи с Грузией семейство принцев Мюрат, вообще дом Бонапартов, они выходят далеко за пределы собственной жизни Наполеона I. Вот, как вы знаете, принцы Мюрат очень крепко укоренились в Грузии, и сейчас принц Алян Мюрат живет здесь. Вот, принц Луи Наполеон Бонапарт, ну просто принц Луи Наполеон, он был военным губернатором Кутаиси в 1905 году. Вот, и при желании можно найти еще множество соприкосновений. Დღეს საქართველოში ნაპოლეონის ესე ვთქვათ საიმპერატორო სახლის ესე ვთქვათ წევრები, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ პრინცი მიურატები, ну, ქართველი მაყურებლისათვის ცნობილია არის რომ მე-19 საუკუნეში მიურატების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი გადმოსახლდა საქართველოში და მან ცოლად შეირთო დადიანთა გვარის წარმომადგენელი და დამკვიდრდა საქართველოში. Აი დღესდღეობით მისი მემკვიდრეები ასევე ცხოვრობენ საქართველოში. То есть потомки Мюратов также. Да, ну также род Багрането и Лихтенберг, это потомки императрицы Жозефины, они также связаны с Грузией. То есть князь Леван Меликов был женат на принцессе Багрането и Лихтенберг. Вот, княжна Нина Чевчавадзе была удочерена герцогом Дмитрием Лихтенбергским и так далее. Тут можно до бесконечности расширять. ანუ ნაპოლეონის ოჯახს ასევე მიეკუთვნებოდა გერცოგი ლეიხტენბერგი, რომელიც სინამდვილეში იყო ეჟენ ბოგარნეს შვილი. ისიც იყო გარკვეულწილად დაკავშირებული საქართველოსთან. То есть он также имел контакты с Грузией непосредственно. Его потомки, да. Ну, მისი შთამომავლებს ჰქონდათ გარკვეული კავშირი საქართველოსთან. Вот, и именно через Наполеонику я подошел вообще ко всей истории Грузии. А вот с прошлого года, с начала 2017 года, возник проект в Южном Дагестане, проект Кубачи, который показал мне историю Грузии с неведомой еще стороны. მე ამ თემებთან მოვედი ნაპოლეონის, ესე ვთქვათ, მცოდნეობიდან და ამ ყველაფერმა დამაკავშირა საქართველოს წარსულთან და ამ, ესე ვთქვათ, კვლევა მიმიყვანა მე ამ კუბაჩის პროექტთან უშუალოდ. То есть непосредственно это вас привело к этому проекту Кубачи. Можно сказать, это меня привело сюда, в Тбилиси. Ну, соответственно, вас привело это сюда. Ну, ам проектма Батон Кирилли моиყვანა Тбилисამდე. Прошу. Так, проект Кубачи. Вот, это достаточно сложная история, я попробую рассказать ее предельно сжато. В начале XIV века
в Кубачи появились бараны. Кубачи – это аул на юге Дагестана. Недалеко от Дербента, по-моему, 80 километров в горы, на высоте 1800 метров. ანუ ამ პროექტის ესე ვთქვათ ადგილმდებარეობა, ანუ იმ დასახლებული პუნქტის აული კუბაჩი მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, დერბენთან ძალიან ახლოს, დაახლოებით სადღაც 80 კილომეტრით დაშორებული და აი ეს პროექტი ესე ვთქვათ არის ის დამაკავშირებელი ესე ვთქვათ панჯარა საქართველოსთან. То есть это окно в Грузию, можно так сказать. Да, я сейчас расскажу. Да, am დასახლებულ პუნქტში, ანუ აულ კუბაჩიში გადმოცემის თანახმად ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებული ფრანგები, или франги, как вы их называете. Ну, ქართულ რეალობაში შუა საუკუნეებში ფრანგებს ეძახდნენ ყველა ჯვაროსნებს მიუხედავად მათი ნაციონალური კუთვნილებისა. То есть франгами называли грузинской историографии средневековой всех европейцев, без значения. То есть он француз конкретно, англичанин, норвежец, итальянец. Да, европейцы. Вот. Кубачи – это, ну, наверное, один из 5, может быть, самых древних населенных пунктов Дагестана. Это город-государство, его персидское название Зирих-Геран. Он зафиксирован еще в VI веке. Впервые, возможно, существовал раньше. ანუ ეს აული კუბაჩი არის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში, სადღაც 5-6 веке до нашей эры, да? 6. ანუ მე-6 საუკუნეში ჩვენ не до нашей эры. нашей, ანუ ჩვენ წელთაღრიცხვის ის ცნობილი იყო როგორც სპარსული ქალაქი, то есть как звали этот аул в персидское время? Зирих-Геран. ის ატარებდა სახელწოდებას Зиран-Геран. Зирих-Геран это значит город кольчужников. როგორც ბატონო კირილემ ბრძანა, ეს აული კუბაჩი ცნობილია ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან და მისი სპარსული სახელწოდება არის Зирих-Герани. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ აულში ცხოვრობდნენ ხელოსნები, რომლებიც აბჯრებს ამზადებდნენ და ეს იყო, ესე ვთქვათ, მათი სახელწოდების სამოსავალი წერტილი. ეს название вот именно город оружейников или поселение оружейников. Да. და ეს სპარსული სახელწოდება ეს ну იმიტომ რომ სპარსულ კულტურულ არეალში შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე როგორც მთელი ამიერკავკასია. და იმიტომ სპარსული ტერმინები იყო გავრცელებული ყველგან, როგორც ამიერკავკასიაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში. Это было город-государство, где царствовала невероятная для Средневековья свобода. То есть такая маленькая Кавказская Швейцария. Поэтому там большинство населения были зороастрийцы, и был очень сильный православный приход. Возможно, несколько православных храмов. Вот. Были 2 епархии рядом. Это был храм или храмы грузинской церкви. Значит, ეს იყო ძალიან დიდი დასახლება და ძალიან მდიდარი დასახლება. იმიტომ რომ მას როგორც ჩანს, то есть у него были связи, торговые связи, как по всему Кавказу, доходили даже до Ирана, само собой, могли доходить и до Палестины, Передней Азии. То есть торговля оружием всегда была прибыльным делом. Ну, в то время кубачинское оружие оно распространялось от Атлантического океана до Тихого. То есть по огромному. То есть миссии ареали ам иарагис იყო Атлантიკური ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. ну ამ ხელა არეალს მოიცავდა ესე. То есть оно зафиксировано и в Индии, и в Италии, и во Франции. ანუ მათი ესე ვთქვათ ნაწარმოები ცნობილი არის როგორც ინდოეთში, იტალიაში, на Дальнем Востоке? Ну, я не такой точный специалист. Ну, может, наверное, до Китая доходили, да? Да. А ну, ჩინეთსაც ახლევდა ის ნაწარმოები, რომლებიც კეთდებოდა ამ აულ კუბაში. ანუ აქ ხმლებიც კეთდებოდა, აბჯრებიც და საერთოდ ეს მთლიანი შეიარაღება ეს მაინტერესებს. როგორც ჩანს, იგულისხმება ყველაფერი. То есть там не только кольчуги делали, но и мечи, там ювелирное производство. Ювелирные საიუველირო. ანუ როგორც იარაღი, ასევე საიუველირო ნაწარმოები კეთდებოდა ამ
Кубачи, он же Зеригеран, он никому не подчинялся. То есть это был город-государство, и недалеко от него были две епархии грузинской церкви, Цахур и Анцух, два епископа. ანუ ეს იყო დამოუკიდებელი დასახლება. ქალაქ სახელმწიფო ფაქტიურად და მის გვერდით იყო ორი ქართული საეკლესიო ეპარქია, რომლებმაც მე-14 საუკუნემდე მოახდეს. То есть они до 14 века Да, приходу Кубачи принадлежали. Да, и второе Анцух и Цахур. Анцухи и Цахурис საეკლესიო ეპარქიები. К одной из этих епархий принадлежали приходы в Кубачи, какой точно неизвестно. Აი ერთ-ერთ ამ საეპარქიოს მიეკუთვნებოდა კუბაჩის ქრისტიანული მოსახლეობა, ქრისტიანული მართლმადიდებლური მოსახლეობა. Скорее всего, это были викарные епископы, которые подчинялись митрополиту Аллаверди, Восточной Кахете. Აი როგორც ბატონი კირილე ბრძანებს, შეიძლება ეს იყვნენ ეპარქიის ეპისკოპოსები, რომლებიც საეკლესიო иерархиით ემორჩილებოდნენ Алавердис митрополитс. То есть, да, это не только Кубачи был окно в Грузию, но и Грузия присутствовала в Кубачи. Священники приезжали из Грузии. Именно поэтому в начале XIV века Кубачи оказался в совершенно чудовищном положении. То есть город должен был быть уничтожен. Маленький христианский анклав, очень насыщенный финансами, очень богатый, то есть нужный всем, он оказался среди гигантского мусульманского мира, то есть между Ордой и государством Ильханов, Ираном. ანუ ეს იმდენად დიდარი და მნიშვნელოვანი ქალაქ-სახელმწიფო იყო იმ დროს, რომ ყველა ცდილობდა, ანუ ეს იყო პირველ რიგში ქრისტიანული ანკლავი და მის გარშემო იყო მუსულმანური ზღვა. და ფაქტიურად მის გვერდით გადიოდა მე-14 საუკუნეში საზღვარი, ერთი მხრიდან ოქროსურდოსი და მეორე მხრიდან ხულაგუიდური ირანის შორის. იქაც და იქაც იყვნენ მონღოლი ხანები სათავეში. Поэтому этот город оказался вне закона, то есть любая мусульманская армия, любая группировка даже могла захватить, в точном соответствии с Адатом, могла захватить все богатства Зеригерана и даже были обязаны, то есть мусульмане были обязаны обратить этот город в ислам. ანუ ბატონი კირილე ბრძანებს, რომ ძალიან ხშირი იყო საომარი მოქმედებები, ანუ მუსლიმების მხრიდან ამ ძალიან ცუდ გარემოებაში მოექცნენ, ესე იგი. Су საომარი მოქმედებები, то есть постоянно шли боевые действия. Да, они зафиксированы в разных источниках, то есть вот начало XIV века выглядело так. В 1304 году нижний город Кубачи берет штурмом армия Шамхалат. ანუ 1304 წელს Кубачи იყო აღებული შამხალის ჯარის მიერ პირველად. 1306 год появляются войска тариката Сухравардия, это Ат-Тасавуф Суфии. Они пришли из Шервана. ანუ 1306 წელს შირვანიდან მუსულმა ჯარმა დაარბია ეს ქალაქ-სახელმწიფო. Да, в том же 1306 году появляется армия Уцмии Кайтага, Уцмии титул, это владелец Кайтага. ანუ იმავე წელს ხელმეორედ მოხდა Кайтагის უცმიის ჯარების შემოსევა ამ ქალაქ-სახელმწიფოზე. Да, и примерно в то же время с севера приходит армия из вольного общества Дарга, даргинцы, исламская армия. Да, имავე დროს ხდება კიდევ ერთი შემოტევა ამ მხრივ უკვე ჩრდილოეთი მხრიდან დარგოს დასახლების ჯარის მიერ იყო დაპყრობილი ეს ტერიტორია. В это время в Кубачи появляются укрепления, два огромных форта с круглыми башнями, которые весьма напоминают европейские замки. ანუ ამ დროს ხდება ამ Кубачиში ახალი რგვალი ფორმის დამცავი ევროპული ტიპის დამცავი კედლების აშენება, რომლებიც იყო მიმართული დასაცავად ფაქტიურად რომ დაეცვათ და ეს და როგორ შეძლეს ეს ძალიან საინტერესო адвица. როგორ რაც и спрашивает. Да, и началась вот такая тотальная война, и этот город-государство держался каким-то чудом, которое трудно объяснить по обрывкам летописных данных. ანუ დაიწყო ესე ვთქვათ ბრძოლა მისი შენარჩუნებისათვის
და ეს იყო აი როგორც ბატონი კირილე ბრძანებს ტოტალური ომი. Вот именно в это время в Кубачи появляются паранги или франки. აი ზუსტად ამ პერიოდისთვისა ნავარაუდები ეგრეთ წოდებული ფრანგების ან პარანგების მოსვლა Кубачиში. Это было для истории Кубачи как громадное явление, можно сказать, стержневой вектор, вот, потому что с тех пор жители Кубачи себя считали парангами. Ай, аман გამოიწვია, ანუ ამ, ესე ვთქვათ, ყოფილმა ჯვაროსნებმა, то есть бывшие крестоносцы. Можно их так назвать. Ну вот это как раз та проблема, которую мне нужно решить, тот вопрос, на который нужно ответить. ანუ ბატონი კირილი თვლის, რომ ეს ჯერ კიდევ გასაკვირია, ყოფილი ჯვაროსნები არიან თუ ესე ვთქვათ, არა, ну მათმა მოსვლამ გამოიწვია ძალიან დიდი ძვრები ამ ქალაქ სახელმწიფოს ცხოვრებაში. То есть привело к определенным изменениям в структуре города-государства, в его идейном направлении. И так далее, и так далее. Ну, я считаю, что вот этот информационный всплеск, этот сигнал не мог возникнуть случайно, из пустоты. Სხვადასხვა ეს მინდოდა მეკითხა. ზუსტად. ანუ აი ბატონი კირილე იძახის, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა არ უნდა ყოფილიყო. ანუ ამას გარკვეული წინა ისტორია უნდა ქონდეს. То есть у него должна быть какая-то предыстория. Да. Ну, я сформулировал несколько гипотез, сейчас я изложу, но прежде всего нужно сказать о документальном свидетельстве, ключевом документальном свидетельстве, которое, на мой взгляд, ну, делает эту историю парангов неоспоримым фактом. Вот. Это строчки из хроники царевича Иоанна Багратиони, где он говорит, что в 1320 году франки из Гюмри, из территории Дагестана, пришли в Восточную Кахетию. Вот, и привели их два франка Мака и Челока, от которых произошли князья Макашвили и Челокашвили. Ой, раса интересно. Ცნობილი ფაქტი არის ის თქვა ქართულ ისტორიოგრაფიაში. იოანე ბატონიშვილი არ ამგონი რომ სტებოდეს. ნუ ერთ-ერთი აი ბატონ კირილეს აქვს რამოდენიმე ვერსია ამ მათი წარმომავლობის. ანუ ამ ერთ-ერთი ესეთი ვერსია არის იოანე ბატონიშვილის. რომელიც დოკუმენტალურად შეიძლება ვთქვათ გამყარებულია, ეს არის იოანე ბატონიშვილთან შემორჩენილი გადმოცემა, რომლის თანახმადაც აი ეს ფარანგები, ანუ ფრანგები დაღესტნიდან, კერძოდ გუმრიდან გადმოვიდნენ სამხრეთ, ესე გადმოვიდნენ აღმოსავლეთ კახეთში. და ყოველივე ეს ხდება 1320 წელს. და საფუძველი დაუდეს აი ამ მაყამ და ჩოლოყამ, თავად მაყაშვილებს და თავად ჩოლოყაშვილებს. Ну, а ეს არის დაფიქსირებული იოანეს ვთქვათ ისტორიულ ცნობებში. საინტერესოა კიდე რაც ცნობებია იოანე ბატონიშვილის ცნობა. Другие источники или сведения вот мамука спрашивает. Только косвенные, но их достаточно много. А ирибит цнобеби, ну какие именно? Поздние источники, свидетельства Максуда Алиханова, прежде всего, самое интересное, записи этнографа Евгения Шиллинга, записи, вот то, с чего я начал вообще исследование, это свидетельства из книги «Письма о Грузии» Лука Исарлов. Понятно. Ну, არსებობს ასევე ირიბით ცნობები ამის შესახებ და ყველაზე ესე ვთქვათ, ცლად არის მოყვანილი იყო ესეთი მოღვაწე ვარად ისარლოვი, რომელიც იკვლევდა კათოლიკურ სარწმუნოებას საქართველოში და მისი ცნობილი წიგნი არის ესეთი სახელწოდებით წერილები საქართველოდან, სადაც მოთავსებული არის ამ ვერსიის შესახებ ცნობები. ანუ ეს ვერსია მყარდებოდა სხვადასხვა წყაროებით თუ სხვა მოსაზრებაც არსებობს. Აი существует другая версия происхождения. То есть другой путь тех же Макашвили, предков Макашвили и Чолокашвили в Грузию. Я таком не знаю. Но поздние версии, то, что они есть продолжение рода Ирупакидзе. То есть в этих местах ранее владел землями род Ирупакидзе, и намного позже, 17 и 18 век, Чолокашвили себя называли Ирупакидзе тоже. И есть версия, что этот род продолжался непрерывно, это не были Хотя есть другая версия, что этот род вымер к 20-м годам 14 века, да. И они просто унаследовали земли. Ну, насколько я знаю, есть точные свидетельства, что
царь Кахети, царь Грузии, передал эти земли пришельцам по рангам. Вот. Ну, здесь вы, наверное, скажете. Точно. Есть более поздняя 1369 годом датированная грамота, которая выдана царем Георгием VII. В то время он был не полноправный царь Грузии, в то время он был провинциальным царем, и, видимо, его власть провинциального царя распространялась на Кахетию. И он, как наместник своего отца Баграта V, имел право от своего имени выдавать грамоты на владение теми или иными землями, владениями и так далее. И, видимо, вот это тот самый документ, согласно которому им были переданы вот эти земли князей и Рубакидзе. Судя по грамоте, там не видно, что они являются продолжателями этого рода. Просто они получают жалованную грамоту на владение этой землей, которой владели князья и Рубакидзе. Исходя из этого, это не означает, что они конкретно их предки. Исходя из этого, мне версия о франкском происхождении Чолкашвили и Макашвили кажется наиболее обоснованной. Не, она, конечно, более имеет право на существование и более близка к реальности. Такие вещи, как правило, среди потомков не забывались и, наверное, передавались из поколения в поколение. Что касается, спасибо за этот вопрос об источниках, вот тут действительно я не могу пока ответить отчетливо. Вот это связано с тем, что, как было сказано выше, я полевой этнолог. То есть, если бы я был академическим историком, преподавателем, доцентом, провел бы всю жизнь на кафедрах, в библиотеках, я бы, конечно, погрузился на 20 лет в бумажные источники, я бы изучил фарси, потому что должны быть очень важные документы, которые хранятся в архивах Ирана, они очень труднодоступны. Вот, я бы связался с архивами Франции, Италии, там есть вариант, что эти пришельцы, они именно из Италии и так далее. Но я полевой этнолог. То есть я привык по любому поводу собирать рюкзак и ехать на место. С этого начинать. Это не значит, что я не буду заниматься историческими источниками, это вопрос приоритетов. Вот прежде всего я решил просто приехать на место и посмотреть, что будет, и мне предоставили такой возможность. და ისე არა ვარ ჩახედულიო იმ ისტორიულ წყაროებშიო, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ასახავდნენ ამ მასალებს. ანუ მე რომ მქონდესო დრო, დაუბრუნებულიყავი 20 წლით ადრე და ყოფილიყავი თქვა სამეცნიერო დაწესებულებაში, ან თქვა ინსტიტუტში და или მუზეუმში, ან მუზეუმში, ან ინსტიტუტში უფრო მეტ ყურადღებას და მეტ ესე ვთქვათ მიმართულებით, აი ამ წყაროების შესწავლის მიმართულებით უფრო ღრმა მას ანალიზს გავაკეთებდიო. Ну, амас мы утвопу историкусы. То есть ты это хочешь, чтобы этим занялись историки? Ну, естественно, это нужно комплексные экспедиции. Тут... ასევე ბატონმა კირილი ბრძანამ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ცნობები ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ინახებოდეს სპარსეთში, იტალიაში, საფრანგეთში, может быть, даже в той же Турции тоже не исключено. Более того, я бы хотел, если так мечтать, я бы хотел, чтобы этим занимались именно грузинские историки прежде всего, потому что это аспект истории Грузии. ანუ ბატონი კირილი ბრძანებს, რომ აი ჩემი სურვილი იქნებოდაო, რომ ამ საკითხით ყოფილიყვნენ პირველ რიგში დაინტერესებული ქართველი ისტორიკოსები. და უფრო ღრმად და უფრო საფუძვლიანად, ну, შეისწავლოთ ეს თემა. То есть более глубоко и более, так сказать, всесторонне была бы изучена грузинскими историками эта проблематика. Მაინტერესებს და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს პატრიციულ ტელემოყურებელსაც გაუჩნდება ეს შეკითხვა. ანუ თვითონ ამათი მოსვლა, ფრანკების მოსვლა აი კუბაჩში, აი რამ განაპირობა? ანუ რაღაც დავალი რაღაცისთვის ჩამოვიდნენ, ხო ეს ხო არ იყო ეხლა რომ უბრალოდ რაღაც გარკვეული შეერაღებული ძალა ჩამოდის და უბრალოდ ამ ადგილზას მკვიდრდება. ეს იყო რაღაც დავალებით. აი, ანუ რა წყაროებიდან, აი ამ კვლევებიდან რა чанс? Ристvis мовиднен დასაცავად, აი როგორ აი вот ведущим нашей передачи, то есть он сам заинтересован этим вопросом в первую очередь. И все-таки хочет вам поставить вопрос о том, вот, что заставило этих фарангов, этих франков
прийти в аул Кубачи. То есть, что было той первопричиной, которая их вынудила на этот шаг? Ну, как известно от документации, если верить подсчетам англичан, от всей документации европейской начала XIV века осталось примерно 4%, дошло до нашего времени. Вот. Есть разные цифры, но я помню эту. Вот. Так что сейчас вот на этих обрывках информации можем строить только гипотезы. Вот. Мне наиболее достоверной кажется следующая версия. На территории Ирана в первый год, даже не год, а первый год 1314 века существовала только одна группа европейских рыцарей, которые были именно инкорпорированы в Иран. Это крепость Рош-Гийон, которая находится сейчас на границе Турции и Сирии, недалеко от города Александрета. ანუ ბატონი კირილე ბრძანებს რომ აი როგორც ინგლისელმა მეცნიერებმა ასე ვთქვათ აღნუსხეს აი იმ მე-14 საუკუნის ისტორიული წყაროებიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ 4%-ო. ნუ არსებობს სხვა ციფრებიც. ნუ მე მახსოვს რომ ეს ციფრა 4%-ო. ნუ ამავე დროს იყვნენ ჯვაროსნებიო, რომლებიც აი დღევანდელი სირიის და თურქეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე მყოფ იმ დროს ციხესიმაგრე როშ-გილიონში იყვნენ და 1301 წელს, როცა ხულაგუიდური ირანის მმართველმა ღაზანყაინმა მოაწყო ეგრეთ წოდებული ლაშქრობა სირია-პალესტინაში, აი მაშინ ეს ჯვაროსნები, ეს ფარანგები გახდნენ მოკავშირეები ამ ხულაგუიდური ხანის ღაზანყაინს. То есть в 1331 году фаранги из этой крепости стали союзниками Газан-хана. Скорее они были наемниками. Ну, наемниками, да, союзниками. Они сражались под знаменами Ирана. ანუ ისინი იბრძოდნენ ირანის სამხედრო დროშის ქვეშ, როგორც ერთ-ერთი სამხედრო შენაერთი. То есть как одна из войсковых. После 1300 года эта крепость исчезла, то есть что с ней произошло, неизвестно. Кто-то ее разрушил, остались руины со следами пожара, но что было тогда нет. 1300 წლის შემდეგ ამ ციხის შესახებ არანაირი ისტორიული ცნობები არ არის, იმიტომ რომ ეს ციხესიმაგრე იყო დანგრეული და გადამწვარეო და ფაქტიურად ცნობები ქრება ისტორიული ქრონიკებიდან ამ ციხის შესახებ. А дальше что было? Я предполагаю, что только эта группа франков могла переселиться на столь отдаленное расстояние, потому что они перемещались в пределах одного государства. То есть они были на службе Ильхана Ирана в 1300 году, и они переместились в Дербент, сначала это известно из преданий, записанных Шиллингом, этнографом Шиллингом, переместились в Дербент около 1406 года. აი არის ცნობა ეთნოგრაფ შილინგის მიერ შეგროვილიო, რომ დაახლოებით 1306 წელს აი ეს ფარანგები, რომლებიც ამ ესე ვთქვათ ირანულ ჯარის ერთ-ერთი სამხედრო შენაერთი იყო, აღმოჩნდნენ დერბენტთან. Да, а იქიდან იწყება მათი გზა Кубачи. То есть через Дербент они следуют в Кубачи. В Дербенте они прожили около года, потом у них там возникли проблемы, они были перемещены в крепость Маги, это в центральном Дагестане. Вот, это все хорошо известно из преданий, записанных в 19 веке. ანუ ისინი ერთი წელიწადი ცხოვრობდნენ დერბენტში და მერე იქიდან პატარა რაღაც გართულება მოხდა ამ ქალაქ დერბენტში და იძულებულები იყვნენ გადასახლებული იყვნენ ციხესიმაგრე მაგი ციხესიმაგრე მაგიში და აი იქიდან უკვე იწყება მათი там были еще перемещения, я думаю, сейчас не стоит. ანუ სხვადასხვა პატარ-პატარა გადაადგილებები იყო. Да, они еще სხვადასხვა ციხესიმაგრე, то есть разных крепостей они оказались. Да, то есть, да, судя по топонимам, если верить, конечно, преданиям, их сначала пригласил на службу бек Дербента, потом они перешли на службу Уцмея Кайтага, государство Кайтаг. Вот, и только после этого они оказались в Кубачи, потому что в Кубачи Ергеране нуждалась в защите христианской общины. Видимо, это была такая странствующая группа, которые приглашали христианские общины в разные города, но в Кубачи они сумели задержаться. Ану, амати если вклад მოღვაწეობა აი დერბენტის ესე ვთქვათ მმართველმა დაიქირავა, то есть он нанял их как вооруженный отряд. მერე ესენი აღმოჩნდნენ ამ Кайтагის сначала наместник Дербента. Да, ну вообще-то он был султаном. Нет, Дербент в то время принадлежал государству Ширван.
То есть султанат как-то... Это раньше, он был раньше. Что-то, ხო, понятно. То есть, ჯერ ესენი იყვნენ, აი, დერბენტის მართველის მიერ დაქირავებული, რომელიც იმ დროს შირვანშაჰს ემორჩილებოდა. მერე აღმოჩნდნენ კაიტაგის მმართველის Да, потом Кайтаг. სამხედრო შენაერთად იყვნენ და მერე იქიდან გადადიან აუყუბაჩიში, რომელიც им დროს მოითხოვდა მათ დახმარებას. Значит, как вы говорите, город имел два укрепления, то есть Да, два города Верхний и Нижний имели самостоятельные форты. которые имели самостоятельные форты. Да. И вот ორი დამოუკიდებელი, ესე ვთქვათ, კოშკი, რომელიც იცავდა ამ ტერიტორიას და დაკავშირებულები იყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებით. То есть они имели даже подземные коммуникации. Да, можно сказать, мы их обнаружили. ანუ ჩვენ ეს коммуникациები აღმოვაჩინეთ. Да. И по исламскому преданию, записанному в XIX веке, Верхний город принял ислам на 8 лет позже Нижнего. Აი არის 19 საუკუნის მუსულმანური გადმოცემაო, აი ზემო ქალაქმა მუსულმანობა მიიღო 8 წლის უფრო გვიან ვიდრე ქვემო ქალაქმა. Აი როდის ხდება? Мусульмане, сейчас минутку. Мусульмане объясняют, что кубачинцы страшно любили деньги, это торговцы, ремесленники, а в Верхнем городе были огромные запасы свинины. И они поставили условие, пока не съедят всю свинину, они в ислам не обратятся. ანუ არის ეგეთი გადმოცემაო, რომ აი როცა ქვემო ქალაქმა მიიღო მუსულმანობა, ზემო ქალაქში იყო ძალიან დიდი რაოდენობა ყორის ხორცის მარაგის. და სანამ ესენი ამ ხორცს არ შეჭამდნენო, ესენი мусульманები არ გახდებიან. То есть пока не съели бы всех, так сказать, свиней, которые были в крепости в качестве продуктов питания, то они не принимали мусульманство. А потомство было. Вот я считаю, что это предание, это свидетельство о том, что было жесткое сопротивление исламизации. То есть, когда Нижний город был уже занят исламскими войсками, Верхний, обладая более массивным креплением, большим фортом, он еще держался достаточно долго. როცა ქვემო ქალაქი იყო უკვე დაპყრობილიო, ზემო ქალაქი, რომელიც უფრო ძლიერი იყო და უფრო ძლიერად იყო გამაგრებული, ის 8 წლის მანძილზე კიდევ იცავდა თავის დამოუკიდებლობას. То есть свою независимость, свой быт, культуру и так далее. Რომელ საუკუნეში? Последняя фраза. По хроникам известно, что в 1319 году Дербент захватила армия Узбек-хана, то есть Орды. ანუ ასევე ცნობილი არის ქრონიკებიდან, რომ 1319 წელს ქალაქი დერბენტი ოქროს ურდოს ხანს Узбек-ხანის ჯარებმა დაიკავეს. ანუ მე-14 საუკუნეში. Это армия фанатичных мусульман, то есть она гигантская, ну представляете, Орда. Вот, Золотая Орда, она затопила все окрестные горы, вот, она проникала всюду, 1319 год. И по сообщению царевича Иоанна в 1320 году паранги появились в Кахетии, в Восточной Кахетии. 1319 წელს ამ ესე ვთქვათ მუსულმანურმა ოქროს ურდოს მუსულმანურმა ჯარმა დაიკავა მთელი дербентიდან დაწყებული ჩრდილოეთ კავკასია, то есть от Дербента и весь Северный Кавказ, можно сказать, заняли они. Ну, Кубачи от Дербента 80 километров, так что совсем близко. Да. 1320 წელს ეს ფარანგები უკვე საქართველოში ჩანა. Да, то есть они какое-то время могли сопротивляться там армии Кайтага, армии Шамхала, как вот местным мусульманским формированием. Но когда надвинулась армия Орды, они были вынуждены, да, то вынуждены были уйти, и даты совпадают. Да, ანუ აი ზუსტად 1319 წელს როცა ეს ოქროს ურდოს ჯარი მოადგაო, აი ფარანგებიო იძულებულები იყვნენო გადმოსული იყვნენ საქართველოში. Იმიტომ რომ მათ უკვე ვერ გაუწიეს. И дальше основали два замка. Князь Мака основал замок в Икалто, недалеко от Тель-Авива, а князь Челока у Альвани, недалеко от Ахмета. ანუ მაყაშვილების წინაპარმა იკალთოში ააშენაო დამცავი კოშკიო, ხოლო ჩოლოყაშვილების წინაპარმა ააშენაო ალვანთან დამცავი კოშკიო. Которые стали их резиденциями уже впоследствии. Да, там стояли, еще до этого стояли древние монастыри в Икалто Хафтуэба, а около Альвани Цхакари. ანუ იკალთოში ადრეც იყო ეკლესია ღვთაებაო, ხოლო ალვანსიო იყო ცხრაკარის ეკლესიაო.
который до нас не дошли. Да. ანუ ჩვენ დრომდე მოღწეული არის როგორც იყალთოს ეკლესია, ასევე ცხრაკარის ეკლესია. Рядом с ними есть руины княжеских замков, особенно рядом с Хакари. Вот. ანუ მათ გვერდზე დღემდე შემორჩენილი არის ამ რეზიდენციების ნანგრევები, აი უფრო კარგად ალვანთან არის, ამ ცხრაკარის ეკლესიასთან არის შემორჩენილიო. И вот так я попал в Грузию. 3 недели назад я побывал на Цхакаре Хтоебе. Да, ай мне, если сказать, ай гамовиарео. То есть вы прошли тот же самый путь, который приблизительно, который могли пройти. Ну, один из. Скорее всего, нет, потому что мы ехали через Северный Кавказ. Ну, ჩვენ მოვხვდით აღმოსავლეთ კახეთში, დაუთვალიერეთ ცხრაკარის ეკლესია, მისი მიდამოები, то есть его окрестности. Да, мы ехали со стороны Тбилиси. Ну, хотя все может быть. И также побывали в Икалто, да? И в Икалто, и да, в Икалто даватвалиерет. Да. Самое удивительное, что и в Матане, и в Икалто, Альване, Матане, это все рядом. Да, там до сих пор живут князья Челокашвили и Макашвили. ანუ რაც საოცარი არის, რომ დღესაც როგორც მატანში, ალვანში და იყალთოში ცხოვრობენ მაყაშვილების და ჩოლოყაშვილების შთამომავლები. Да, и в Икалте была такая забавная история. Вот мы спрашивали, где найти замок Макашвили. Вот, и там у нас буквально вцепился человек, который очень хотел нам помочь, но ни слова не понимал по-русски. ანუ ჩვენ იყალთოში გვინდაო გვენახაო მაყაშვილების, ასე ვთქვათ, ადგილმდებარე мамулио, თავის ციხესიმნა, там была крепость, скорее всего, как правило. Там замок 17 века. ანუ მე-17 საუკუნის ციხესიმნა. Руины, замок 17 века. მე-17 საუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევები. იქ გავიცანი თუ პიროვნებაო, რომელსაც უნდოდაო დახმარების აღმოჩენა, ну სამწუხაროდ მან არ იცოდაო რუსული ენა. ჩვენ ქართული არ ვიცოდით. И вместо этого замка человек, его звали Ладо, он нас привез к князю Вахтангу Макашвили в гости. და აი ამ პიროვნებამ, რომელსაც ერქვაო სახელად ლადო იყო, სტუმრად მოიგვიყვანაო Вахтанг Макашვილთან. Да, он живет в доме своего прадеда, это князь Вахтанг Макашвили. Вот за квартал от развалин замка. ანუ ეს ბატონი Вахтанг Макашвილი ცხოვრობს თავის დიდი ბაბუის მიერ აშენებულ სახლში და ეს თქვა დღევანდელი მათი სახლი სულ ახლოს არის აი იყალთოს ესე ვთქვათ თავადური ციხესიმაგრის ნანგრევებთან. Ну, вот эта история, она как раз свидетельствует о том, чем полевой этнолог отличает классического историка. То есть историк, он скользит по горизонтали начала XIV века, а этнолог по вертикали. Вот мы не... ანუ ბატონი კირილე ბრძანებს, რომ აი ზუსტად აქ ჩანსო საველე ეთნოლოგის, ესე ვთქვათ, მოღვაწეობა და მისი განსხვავება საველე, ესე ვთქვათ, ისტორიკოსთან ან არქეოლოგთან. მათ აინტერესებთ ანუ ისტორიკოს და არქეოლოგს ჰორიზონტებიო და მე კიდე ვერტიკალიო. როგორც ეთნოლოგი. ხათაშორის იმდენად კარგად ჩამოაყალიბა, მინდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენმა პატივცემულმა ტელემაყურებელმა ძალიან კარგად გაიგო თუ რას ნიშნავს საველე этнологи. Вот, поэтому я просто, вот в прошлом году я 2 недели провел в Кубачи, и в этом году месяц. Вот, я просто ползал как муха по горам, по этому поселку, по окрестным горам, и мне удалось многое обнаружить. Вот, я считаю, что мы нашли замок Чапкуния, сейчас я расскажу об этом. Вот, мы нашли христианский храм буквально за день до отъезда, ну, место, где он стоял, Вот, посмотрели башни, я нашел 2 сигнальные башни на горах напротив ущелья. То есть сейчас я могу себе представить, по крайней мере, что происходило в начале XIV века. Вот, я это видел своими глазами. ანუ ბატონი კირილე ბრძანებს, რომ წინაწელს მე ვიყავიო მხოლოდ 2 კვირაო, ხოლო ამ წელს მთელი თვე больше месяца, да, вот там провели в этом году. ანუ ერთი თვე გავატარეო და დავათვალიერე მთელი, ანუ მოვიარეო ფეხით ფაქტიურად მთელი აი ეს, ესე ვთქვათ, დამცავი სისტემები, ციხე კოშკები და აღმოვაჩინეთ ასევე ძალიან საინტერესო ადგილებიო, რომლებმაც სულ სხვანაირად დაგვანახაო, აი ანუ მე ძალიანად წარმოვიდგინეო, რას წარმოადგენდა მე-14 საუკუნეში ეს დამცავი სისტემა. То
То есть вы воочию увидели, Да, что могло из себя представлять это в XIV веке. Моя личная методология, то есть мне сначала нужно увидеть это пространство, чтобы понять, как там все происходило. ანუ მეჯერ უნდა დავინახო, რომ მე რაღაც თავეჭდილება დამებატოს. Но все равно это только начало. Ну, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები არის, ეს დასაწყისი არის. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია. ამის გარდა დასაწყისია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ეს ისტორია ჩვენს გარშემო რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში როგორ ხდებოდა რა პროცესები რასთან არის დაკავშირებული უფრო და უფრო ფართოდ გავაშუქოთ და მაქსიმალურად გქონდეს ინფორმაცია ჩვენს წარსულზე რადგან წარსულის გარეშე შეუძლებელია მომავლის დაგეგმვა და მომავალში სიარული და ვფიქრობ რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნებისთვის. აი მე მინდა ბატონ კირილესთვის პატარა ესეთი დამატება, ესე ვთქვათ, დაურთო. აი ჯერ კიდევ 1914 წელს აკადემიკოსმა ნიკო მარმა როცა აღწერა ჯვრის მონასტრის ესე ვთქვათ, ძველი ხელნაწერები, მან აღმოაჩინა ერთი ძალიან საინტერესო წარწერა. მინაწერი, სადაც მოხსენიებული იყვნენ ძმები მაყა და ჩოლოყა. ნიკო მარმა ეს დაათარიღა 1410-იანი წლებით. ანუ ფაქტიურად ზუსტად დაადასტურა ის რომ ზუსტად ცოტა ოდნავ გვიანდელი ამბავი არის ეს. აი ბატონო დასურებული გერმანაც რომ ხო არა გადაუთარგდი ამას. უბრალოდ აი მე უკვე შემდგომში ქალბატონი 1962 წელს გამოვიდა ელენე მეტრეველის წიგნი, რომელიც ეხებოდა ასევე ჯვრის მონასტერს და იმ სიძველეებს, რომლებიც იქ დაცული არის და ისიც ასევე აღწერს აი ამ ძმების მაყას და ჩოლოყას ხსენებას აი ამ ხელნაწერში. Ანუ, то есть что я хочу вам добавить, что в 1914 году академик Николай Яковлевич Мар, находясь в своей научной командировке в Иерусалиме и на Синае, работая над древностями грузинского монастыря, крестового монастыря в Иерусалиме, обнаружил сборник, в котором были указаны те или иные исторические личности, начиная с древнейших времен и кончая где-то 15-16 веком. Ну, некоторые до 17-го доходили, то есть поминальные записи. И вот в одной из этих поминальных записей, которых академик Мар датировал 1410-ми годами, упоминаются два брата, Мака и Чолока. То есть это является документальным одним из доказательств вашей, так сказать, теории. Ну да, и тем более, что известно, что князь Гугона Чолокашвили жил уже в 1380-х годах, если не ошибаюсь, подписал грамоту. Если в 1969 году ему дают грамоту на владение землей, значит, он не был мальчиком 5-летним, это должен быть средних лет мужчина как минимум. Да, то есть он должен был родиться где-то в 30-х годах, да. Как минимум. Вот так что вполне возможно, что он мог быть сыном или маги, или Чолоки. Да. Для меня весьма символично, что установилось сотрудничество именно с Домом Багратиони. Вот, я считаю, это наиболее перспективной сейчас организация Грузии, именно в научном отношении. Вот. И символично, что глава Дома Багратиони, князь Нукзар Грузинский, это прямой потомок Чолокашвили. Не только он, но и все. Возможно, уважаемый ведущий тоже. Да, вполне. Макашвили. Ну, по женским линиям, конечно. Потом Кириллем Дзанеро, а мы ძალიან მოხარული ვარ რომ დავამყარე კონტაქტები როგორც ბაგრატიონთან სახლთან და ასევე ბაგრატიონთან სამეფო სახლთანო და აი ყოველივე აქედან გამომდინარე მათი კავშირი ჩოლოყაშვილებთან და მაყაშვილებთან ქალების ხაზით თავისთავად აი აშკარად მიანიშნებს იმას რომ ისინი გარკვეულ ნათესაურ კავშირში არიან. То есть они в определенной степени родства находятся. Несомненно. ძალიან საინტერესო არის ნამდვილად. ბატონ კირილეს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. მისთვის რომ ის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, ამის გარდა არის საქართველოს სამეფო სახლის მრჩეველი
ძალიან კარგი ურთიერთობები არის და მომავალში მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ამ ურთიერთობას და მე მინდა რომ მან ორი სიტყვით თქვას ბაგრატიონების შესახებ, ჩვენი გადაცემის შესახებ. ანუ პირველ რიგში აუცილებლად მადლობა გადაუხადეთ, რომ აგრეთვე რომ გვესტუმრა და დაგვთანხმდა ჩვენი გადაცემით გაშუქებული იყო ეს ინფორმაცია. Наш ведущий хочет поблагодарить вас за участие в нашей передаче, за ту интересную информацию, которую вы дали нам и нашим зрителям. И нас очень, кроме того, интересует ваше отношение к вопросу о Багратионах, о доме Багратионов, какие планы, какие новшества, какие идеи могут быть в ближайшем будущем. Было бы очень интересно послушать, что вы думаете обо всем этом. Дон Кихот в одном разговоре с Санчо Панса говорил, что у дворянина есть только 4 пути какой-то активной деятельности. Это служение церкви, служение в войсках, военное дело, наука, и еще дворянин может делать клетки для птиц. Клетки для птиц. Ага, понятно. Вот, больше ничем дворянин заниматься не может. Вот, но религия – это личное дело каждого. Служба в армии в наше время уже не совсем дворянское занятие, можно сказать. Остается наука, ну или клетки для птиц. То есть я считаю, что дом Багратиони может превратиться в сильную, и самодостаточную и, самое главное, абсолютно авторитарную, независимую научную организацию в Грузии, независимую ни от кого. Вот, которая благодаря громадному энергетическому потенциалу Багратиони, их той загадочной силе, которая таится в современных, подчеркиваю, потомках, вот, она может продвинуть науку Грузии, прежде всего, естественно-исторический комплекс наук, в том направлении, в котором Грузия сейчас остро и голодно нуждается. Ბატონმა კირილემ ბრძანა რომ დღე თავის დროზე სანჩო პანსას და დონ კიხოტს შორის ერთ-ერთი საუბრის დროს იყო განსაზღვრულიო რა უნდა გააკეთოს თავადაზნაურთა წარმომადგენელმა იმ დროს, ანუ პირველიო მას უნდა პატივი ეცა ეკლესიას, მეორე ეკლესიისთვის, ხო, ეკლესიისათვის ის უნდა მსახურობდეს ჯარში, ის უნდა იყოს დაინტერესებული სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და მეოთხეო მას შეეძლო ჩიტებისთვის გალიების გაკეთება. დღესო ესე ვთქვათ ასახება ეკლესიის პატივისცემას და მრწამს ეს პირადი ინდივიდუმის ესე ვთქვათ გადასაწყვეტია. ჯარში ნაკლებად მსახურობენო, ხოლო რჩებაო სამეცნიერო მიმართულება, მეცნიერული კვლევების წარმოება და ჩიტების გალიების კეთებაო. და აი ყოველივე ამის გათვალისწინებითო ბაგრატიონთა სახლს აქვს ძალიან დიდი სამეცნიერო პოტენციალიო და მას შეუძლიაო დღესდღეობით დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი კვლევები, ნებისმიერი მიმართულებით, სამეცნიერო კვლევები იგულისხმება. То есть любые научные исследования в любой научной сфере связаны не только с историей, наверное, но и с многими теми смежными дисциплинами, с которыми связана история. Именно история. მე ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი გადაცემით. მინდა აღვნიშნო პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენ ბაგრატიონთა სახლს რა თქმა უნდა ყავს თავისი წარმომადგენლები, მოკავშირეები სოფლის ბევრ ქვეყანაში. რა თქმა უნდა საქართველოს სამეფო სახლს ყავს თავისი წარმომადგენლები, როგორც სოფლის ძალიან ბევრ ქვეყანაში. დღეს ჩვენ ერთ-ერთი მრჩეველი გაგაცანით თქვენ ძალიან არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი მეცნიერი, ძალიან კარგი ადამიანი მე მინდა აღვნიშნო და მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის და ჩვენ
როგორც აღნიშნე, საღვთო კანონებით, ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებით და საერთაშორისო კანონებით მიხელმძღვანელებთ. ყველანი კანონის დაფაზე და ყველაფერი კანონით. ეხლა მე მინდა დავემშვიდობო ჩვენ პატივცემულ სტუმრებს, ჩვენ გადაცემის ექსპერტს და ბატონ კირილე გემშვიდობებით თქვენ. Наша передача подошла к концу. Я прощаюсь с вами до будущих встреч. და მინდა დავამთავრო ჩემი გადაცემა იმ სიტყვებით, რომლითაც ძალიან ხშირად ვამთავრებ და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დროისთვის ეს სიტყვები. ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე.